მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მე ვახსენე რამდენიმე თარიღების პოლიტიკა თუ თარიღებზე დაკიდებული პოლიტიკა, არ ვიცი, როგორც გვინდა ისე ვუწოდოთ, როგორც ხედავთ. ეს არის პირველი 13 სექტემბერი, მორიგი პროტესტის თარიღი, რომელიც უკავშირდება სწორედ uvizო მიმოსვლის თემას და 4 ოქტომბერი ორი მნიშვნელობით, ერთი არჩევნებში მიმავალი პარტიებისთვის საარჩევნო მნიშვნელობით და ასევე რამდენიმე ლიდერი, რომელიც ეს თქვა თანამოაზრეების შემოყრებას ცდილობენ და 4 ოქტომბერი რაღაც მშვიდობიანი დამხობის საწყისად და სასრულად მიაჩნიათ ეს ერთი კონკრეტული თარიღი. თქვენ კონკრეტულად სხვათა შორის საინტერესოა, იმიტომ რომ იქაც ნაციონალური მოძრაობა, რვიანშიც ნაციონალური მოძრაობა, სად ხედავთ თქვენ რომელ თარიღთან უფრო მეტი ბმა გაქვთ? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მარიამობის დღესასწაული მივუოცო ჩვენს ყველა მართლმადიდებელ თანამოქალაქეს, ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს ამ ქვეყანას და ასევე მინდა ყველას მივუოცო ჩვენი საკალათბურთო ნაკრების გამარჯვება. აი მე ხა უნდა მომეყოლა მოქმედ ევროპის ჩემპიონთან, ეს არის ნათელი მაგალითი, რა შეგვიძლია ქართველებს, როდესაც გვჯერა, როდესაც პროფესიონალიზმს ვავლენთ და ნამდვილად გვეამაყებიან ჩვენი ბიჭები, ვინც კიდევ ერთხელ ასახელეს საქართველოს და უკიდურესად პოზიტიური განწყობით ვარ დღეს წარმოდგენილი. კი ბატონო, ლევან, მოდი სანამ გავაგრძელებთ, კადრებიც გადის, მაყურებელს ვეთყვი, რომ ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 83-69 დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა. 6 შეხვედრიდან 4 მატჩი მოიგო. ევრობასკეტის გახსნითი შეხვედრებიდან 2011 წელს ბელგია, 13-ში პოლონეთი, 17 ლიეტუვა, 2025-ში ესპანეთი. მოკლედ ასეთია ამბავი და ეს კადრებიც გადის. ჩვენი ადგილი იქ არის. აზიის ჩემპიონატში არ არის. კი ბატონო, დავიწყოთ ახლა გავაგრძელოთ უფრო. ნახეთ, მე კიდე ერთ რომელ თარიღთან მე თარიღს დავამატებდი, 27 სექტემბერი არის მორიგი აქცია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით. თითოეულ ამ აქციას აქვს თავისი დანიშნულება და თავისი ტექტონიკა. 13 სექტემბრის აქცია არის დაკავშირებული uvizო მიმოსვლის უმტკივნეულეს საკითხთან დაკავშირებით, რაც არა მარტო ჩვენ გვაწუხებს, არამედ ქართულ ოცნებასაც ძალიან აწუხებს, იმიტომ რომ მათი მხარდამჭერების უმრავლესობისთვისაც ეს არის ძალიან დიდი თავის ტკივილი. uvizო მიმოსვლის დაკარგვა. შეჩერება ამ ეტაპზე ამ ტერმინს გამოვიყენებდით, იმიტომ რომ ევროკომისიის დასკვნა, რომელიც 31 აგვისტოს იქნება და გარკვეული პერიოდი რაღაც პერიოდს მოიგებს ოცნება, მაგრამ სხვათა შორის აი ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ რო ჩანაწერია, რომ ამასაც ელოდებიან, აი ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ დამატებითი თარიღი ბოდიში და ჩააკვეხა ოპოზიციამ ამ პროცესს. ეს თარიღი თავისთავად იქნებოდა. არ იქნებოდა. როგორ არ იქნებოდა კონსტიტუციის გასაზღვრულია საარჩევნო თარიღი, ლევან? თუ ეს ორი ოპოზიციური პარტია არ მიიღებდა ოპოზიციური პარტიებიც არსებობს. ბელარუსთან დაკავშირებით თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ არჩევნების თემატიკაზე თარიღებს აკვეხებს ვინმე, როცა არ იღებს მონაწილეობას? აქ ფაქტი, ამას ვეძახით ნორმალიზაციას, რომ იქ დასავლეთში, ბრიუსელში ჯერ კიდე არსებობს საუბარი, აი დაველოდოთ რას ელოდებია და ეს მათი ბრალი არ არის. თქვენი აზრით ეს არჩევნებში მონაწილე პარტიების ბრალია? 100%. აი ყოველგვარი მოკიბის გარეშე და ეს პირველად არ ვამბობ ამას. ამას ვამბობდი, როდესაც გამოაცხადეს მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, რომ დამატებით ქართველებს კიდე 40 დღიანი საცდელი პერიოდი დაგვიმატეს. და კარგია მე 40 დღიანი საცდელი პერიოდი, ლევან, გეჩქარება თუ ვიზოს გაუქმება? არა, ამას ვინ ამბობს? სასწრაფოდ მისაღები გადაწყვეტ, ლევან, რაც უფრო დიდხანს გვექნება ეს შესაძლებლობა, უკეთესი. ჩვენი გუნდის, ჩვენი საგარეო გუნდის წარმომადგენლების ვიზიტი, რომელიც იყო ჯერ უკრაინაში, მერე პოლონეთში, სადაც შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს პოლონეთის ბატონ სიკორსკის, რომელიც ძალიან გავლენიანი ფიგურა არის ევროპული საგარეო პოლიტიკის პროცესში. მასთან ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მაღალჩინოსანთან შემდეგი პერიოდის განმავლობაშიც ჩვენ გვექნება საუბარი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეს არის uvizო მიმოსვლის შეჩერების
ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ეს რა წარმოგიდგენიათ ახლა მექანიზმი? კი ბატონო, არსებობს ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია პრეცედენტის დაშვება, რომ მხოლოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებზე და კონკრეტულ ჯგუფებზე ხაზგასმით, კონკრეტულ ჯგუფებზე გავრცელდეს ევროკავშირის სანქციები და ამას ჭირდება კვალიფიციური მხარდამჭერები ამოიცნონ 3 მილიონი. არა, მხარდამჭერების დონეზე არ ჩავდივარ. გასაგებია, ლიდერების, იმიტომ რომ ასეთი თქვა და იმიტომ და ეს არის კონკრეტული მექანიზმი არსებობს, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ ურბანის გარეშეც არის მისი მიღება შესაძლებელი. ანუ ყველა სახელმწიფოსთან ხობა არ ჭირდება. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა, აი ამას ხაზს გავუსვამ, რომ რამე გაუგებრობა არ დარჩეს, ნაციონალური მოძრაობა საგარეო ფრონტზე მუშაობს. პირველი რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და კონკრეტულად ქართული ოცნების მაღალჩინოსნების და მათი გარემოცვის და ბიზნეს წრეების მიმართ იყოს დაყენებული, ეს ერთი. მეორე ეს არის რომ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნების დელეგიტიმაცია მოხდეს მანამდე, რომ ანუ საღამოს 8 საათს არავინ არ დაელოდოს, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური არის თუ არა. როგორ შეიძლება დელეგიტიმაცია მანამდე? შესაძლებელია, როდესაც არ არის გრძელვადიანი საგარეო მისიები ჩამოსული, სადამკვირვებლო, როდესაც ქვეყნის შიგნით არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია აღარ აკვირდება ამ პროცესს, როდესაც CESCO-ს და საარჩევნო კანონმდებლობის პოლიტიკურს თავს ვანებებ, საარჩევნო კანონმდებლობის ბაზის თვალსაზრისით დამძიმებულია ვითარება იმ დონეზე, რომ თქვენ არ მონაწილეობთ, მაგრამ ამის გამო მონაწილეობენ პარტიები, ამიტომ ის აუცილებლად შედგება ეს 4 ოქტომბერი. ამაში არის და ნახეთ 13-ზე აღნიშნე, რომ ეს არის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღი, 27 სექტემბერი არის სოხუმის დაცემის დღე და კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს ბრძოლა მათ შორის ემსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ჩვენ სოხუმი და ცხინვალი არ დაგვიწყებია პირიქით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადის რეინტეგრაცია ამ ორი ოკუპირებული ნაწილის და მესამე არის 4 ოქტომბერი, რომელიც ღრმა პატივისცემა წინა ორ თარიღთან, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ წუთას პოლიტიკური კონტექსტით, იმიტომ რომ ერთი ეს არის ქართული როგორც საარჩევნო თუ როგორც მათ შორის თქვენ პარტიასთან დაკავშირებული ადამიანების მიერ დაანონსებული რაღაც დამხობის ჩვენ ახლა შემაჯამებელ ოქმს არავინ არ ველოდებით რა, რაღაც როგორც გორბს წერენ ესა და შემაჯამებელ ოქმს დაელოდება არჩევნებში მონაწილე პარტია და დაელოდონ დიდი ხანი ელოდონ იმას კი ბატონო მაინც ამის იმედად არიან შესული მხოლოდ მოლოდინის რეჟიმში იქნებიან ის რაც 26 ოქტომბერს მოახერხეთ რომ მტკიცებულებები მაინც წარმოგვედგინა გაყალბების ამასაც ვერ შეძლებენ საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირისთვის საფრანგეთის პრეზიდენტისთვის გერმანიის კანცლერისთვის საკმარისია ირაკლი ზარქუაშთვის შეიძლება არასაკმარისია რა განცხადებების საფუძველზე ანუ რა თქვეს მათ ისეთი რაღაც მაგალითად არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს მაგალითად თქვენი აზრით ევროპარლამენტი რომელიც ყოველთვის ძალიან მოზომილია ასეთი განცხადებების გაკეთების დროს, როდესაც ამბობს რომ სანამ არ იქნება ახალი თავისუფალი ევროპარლამენტი არის პარლამენტი, პოლიტიკოსებისგან შედგება და მოზომილება არ სჭირდება მას ევროკომისია და სხვა სტრუქტურები არიან უფრო იცით როგორ არის ჩვენს გარშემოც არის უამრავი ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ფორმალურად ტარდება არჩევნები, მაგრამ მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ. ეს თავიდან ბოლომდე ეს ბიძინა ივანიშვილის მოწონება არ მოწონებას კი არა. ყველაზე სადავო ძალიან ცუდია შესაძლებელათაც რომ დგას საკითხი. მე გეთანხმები რომ ძიმე და პრობლემური არჩევნები გავიარეთ, მაგრამ ყველაზე სადავო რაც იყო სადავო კი არა ბელარუსის არჩევნები, როდესაც განცხადებების კი არა, ეს თქო დოკუმენტების დონეზე იქნა ის არალეგიტიმურად გამოცხადებული და ევროპის დიქტატორად შეფასებული და არც ცნობილი და მეტიც აღიარებული სხვა პოლიტიკური ლიდერი, როგორც ლეგიტიმური წარმომადგენელი ბელარუსთან მიმართებაში ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ შორის აი ესეთ კრიტიკული განცხადებების თავისუფლად კეთების საშუალების მეტი საფუძველი არსებობს, იმიტომ რომ ისინი არც კანდიდატის სტატუსი აქვს ამ ქვეყანას და არც საზოგადოება არ არის მაინც და მაინც ევროპული რა. თავად ამ შედარებას რომ ვაკეთებთ, ესეც მძიმეა, რა თქმა უნდა, უმძიმესია, მაგრამ რისი თქმა მინდა. იქ არალეგიტიმურობა არის დოკუმენტალურად და აქ არის ასე ვთქვათ შეფასების განცხადებების და ამიტომ
ამიტომ შემოვედი ამ დისკუსიაში, თორემ ეს შედარება ჩემი აზრით ევროპარლამენტის ის მნიშვნელოვანი განცხადება არის დოკუმენტი მათ შორის და ევროპარლამენტის დოკუმენტები ზოგადად ევროპული სტრუქტურებისთვისაც სარეკომენდაციო ხასიათისა დოკუმენტად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ჩაითვლება ძიმე პოლიტიკური განწყობის საზომად. ქართული ოცნების, მაღალჩინოსნების ერთი წარმატებული ვიზიტი ბოლოს ევროკავშირის წევრ რომელ სახელმწიფოში ნახეთ გარდა უნგრეთისა და მე ხომ არ ვამტკის, მე პირიქით ვამბობ, რომ მათ ბუზი გადაეკიდა ლევას, თქო მინიმუმამდე არის დაყვანილი, ბოლო შემთხვევაც ცხადყოფს ბრიტანეთის მთავრობის წევრი იყო, რომელმაც თქო გადასაძინებლად შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ, გამოიყენა თბილისი, ვიდრე სომხეთში. 4 რიცხვს რო დაუბრუნდეთ, 4 რიცხვი არის. დაუბრუნდეთ დამხობას. რა ვის ამხობს ლევან ხაბეიშვილი, თქვენ ხართ თუ არა პარტიულად ჩართული, რა სიტყვით ამ თარიღს? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. პირველი ქართული ოცნებისთვის ეს არის ვითარების ნორმალიზაციის საშუალება, რაღაც დონეზე ლეგიტიმაციის მიღების საშუალებაც არის. ამ ქვეყანაში სამწუხაროდ საპარლამენტო რესპუბლიკამ ესე მოიტანა, რომ თარიღები შემდეგნაირად ემთხვევა, რომ როგორც წესი საპარლამენტო არჩევნების რაღაცნაირად ბეჭედის დასმას ემსახურება ხოლმე თვითმმართველობის არჩევნები. ვითარების ნორმალიზაციისთვის არის და ეცდებია რამენაირად იზეიმონ, ტოტალური ხელისუფლება მიიღონ ადგილობრივ დონეზე, გამკონტროლებელი ციკლი დაასრულეს ეს. აი ეს არის, რომ და დასავლეთში გაყიდონ, რომ არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ ავტორიტარულ სახელმწიფოებში. ჩვენში რო დარჩეს, ეს ევროკავშირზე მეტად მნიშვნელოვანი არის ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული მოკავშირეებისთვის, რომ მას ისევ აქვს კონტროლი სახელმწიფოზე, მას ყავს მისთვის მოსაწონი ოპოზიცია, ანუ ოპოზიციის დოზასაც თვითონ განსაზღვრავს, ვიღაცას რადიკალი დაარქვას, ვიღაცა დაიჭიროს, ვიღაცას სული ამოხადოს, ვიღაცას რეგისტრაცია გაუქმოს, ვიღაცას ომის დაწყება დააბრალოს, აი ამის გაფორმება ჭირდება. და მეორე მხარეს არის კონკრეტული მიზანი და მე ესე უყურებ, რომ 4 ოქტომბერი არის ყველასი, მაგრამ ფაქტია, რომ პაატა ბურჯუაძეს მის ორგანიზაციას რუსთაველის გამზირს, რომელიც 270 დღეზე მეტია უკვე რუსთაველის გამზირზე ამაგრებს ამ პროტესტის კერას, აქვს კონკრეტული ინიციატივა, რაც გულისხმობს, რომ 100,000 ადამიანი უნდა შევიკრიბოთ ჩვენს ქუჩაში რუსთაველის გამზირზე და ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ხაზგასმით, ძალადობის გარეშე, კონსტიტუციის ფარგლებში და კანონის ფარგლებში ჩვენ უნდა ვაიძულოთ ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს რა თქმა უნდა აი ეს თუ ვერ მოხდა ვთქვათ ნოემბერ, დეკემბერში, მარტში, აპრილში, ოქტომბერს რა მნიშვნელობა აქვს? მე ამასაც აქვს. მე ვხედავ რომ ეხლა ჩვენ გვაქვს უნიკალური შემთხვევა და 26 ოქტომბერთან შედარებით ობიექტურად მე ვერიდები ხოლმე ზოგადად ყალბი დაპირებების გაცემას. 26 ოქტომბერთან შედარებით ჩემთვის ქართული ოცნება და რაც თავარია მათი მოკავშირე რუსეთი არის ბევრად უფრო სუსტად. დავიწყოთ იმით, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში არის სერიოზული ყანყალი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროების სამსახურში არის სერიოზული გაუგებრობები, გდდ-სთან დაკავშირებით არის პრობლემები, იმიტომ რომ ხარებას ძალიან ბევრი მისი თანამოაზრე გაყვა მათ თანამოაზრეები ქვიათ. ამავე დროს სასამართლო კლანში არის სერიოზული გაუგებრობები, მათ შორის აი ეგრეთ წოდებულ ნარკოტიკთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც მაგალითად გიორგი ახობაძეს კაციას ნარკოტიკი ჩაუდეს. ამ საქმეებზე მოსამართლეები აცხადებენ, რომ არ სურთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, იმიტომ რომ მაღალ კვალიფიკაციას ითვალისწინებს. ანუ ოცნების წიაღში რყევები ერთი აი ამას აქვს ინფორმაცია და ეს დაემთხვევა, ასე ვთქვათ, მოუკლათ ეს ბუზი. არ ვიცი. ცუდად ასაკ. ბიძინამდე ეს ბუზი უნდა დავამხოთ, მაგრამ პირველი არის ეს შიდა არეულობა, მეორე არის ქვეყნის საგარეო ფაქტორები. ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ჩემი აზრით ბევრად უფრო მეტ ადამიანს აწუხებს, ვიდრე მაგალითად ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, გულზე ხელი დავიდოთ. და ამიტომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე უფრო მეტ ადამიანს აიძულებს, რომ პროტესტში აქტიურად ჩაერთოს, რომ ეს აღარ არის პარტიების ბრძოლა, ეს არის ხალხის ბრძოლა. მესამე ეს არის, რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად ვართ რევოლუციურ პროცესში. ესე უნდა დავარქვათ, ის პარტიები, რომლებიც არ შევიდნენ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და ნაციონალური მოძრაობა იყო ამის მოწინააღმდეგე, ეს ბუნებრივად გულისხმობს, რომ შენ ხარ ჩართული რევოლუციურ პროცესში და აქ ეხა დავა იმაზე თუ მიდის, საფინალო თარიღი როდის არის, ეს სისულელე მგონია მე, რომ აი ამაზე ოპოზიციამ დრო დაკარგოს. გამოვა 13-ში კარგია, გამოვა 27-ში კარგია, გამოვა 4-ში კარგია. პაატა ბურჯულაძე ახსენეთ ის ამბობს, რომ 4-ში დაიწყება და 4-ში დასრულდება. იცით როგორ არის? ახალი იმედები ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რწმენას.
წმენის საკითხზე დგას ბევრი რაღაც, თორე ასე რომ დადგე და ითვალო რომ აი ის იმას ეს აქვს, ამას ეს აქვს, მაინც არაფერი არ გამო. არა, ხოლო რა თქმა უნდა, ამიტომ ნახეთ მე მნიშვნელოვანი არგუმენტები ჩამოყვა. არა საარჩევნო გზით შეცვლის. ქვეყნის გარედან ზეწოლა, ქვეყნის შიგნით აქვს სერიოზული გაუგებრობა და მესამე არის რომ ბევრად უფრო ფართო მასა არის ივანიშვილის ხელისუფლების წასვლით დაინტერესებული, ვიდრე აქამდე იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ რომ ამიტომ აწუხებთ უვიზო მიმოსვლის საკითხი ასე. იმიტომ რომ აქ არ წყდება მხოლოდ 76 მანდატის ამბავი, შემდეგ პარლამენტში ვის ექნება. ამ ქვეყნის მომავალი წყდება და შესაბამისად 4 ოქტომბერი, რომელიც ბიძინასთვის არის მისი ტრიუმფის დღე, უნდა იქცეს ცალსახად მისი მარცხის დღედ. იბატონო, მადლობა. დიდი მადლობა ლევან სანიკიძეს და ბოდიშსუხტი ჩვენი სტუდიის წერმა შეაწუხა.